ილია თოფურიას. დიახ. რომელსაც ბრალდებოდა შეიარაღებული გადატრიალება. დიახ. იმათ ასამართლებდნენ ის ადამიანები, რომელთა გვერდით თქვენ პარტიაში გახართ ახლა. რატომ გახართ ამ ადამიანებთან გვერდით? მაშინ იყავით მართალი თუ ახლა ხართ მართალი, როდესაც იმ ადამიანების ეგიდით ებრძვით. მოგახსენებთ. მე ვიყავი მართალი მაშინაც და ეხლაც. მე ვებრძოდი უსამართლობას ერთნაირად მაშინაც და ეხლაც. დღეს ეს ადამიანები, ვის გვერდითაც ვარ მე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია და სხვები, ჩვენ ვართ თანამოაზრეები იმაში, რომ როგორც ცუდი იყო უსამართლობა იმ დროინდელი ხელისუფლების პირობებში, ასევე ცუდია ეხლაც. და რა მე უკვე გითხარი. ისე რომ მართალი ვიყავით მაშინაც, ბატონო ზაზა და ჩემი სამართლიანობა არ აღდგა დღემდე. მაგრამ შალვა შავგულიძე ჩემს უფლებებს იცავდა როგორც ადვოკატი და ახლა ჩემი დამსჯელების და ჩემი დაპატიმრებლების გვერდით დგას. რატომ აპატიმრებთ? კითხვას სვავდი, ხელი შემიშალა. პროვოკატორმა შემიშალა ხელი.